ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5. დღემშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო. ეთერშია საავტორო გადაცემა ორატორული ხელოვნება ნებისმიერ პროფესიაში. ალბათ გახსოვთ ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი მზიური. რა თქმა უნდა, ისიც გემახსოვრებათ, ვინ უკრავდა დასარტყმელ ინსტრუმენტზე. მე ვფიქრობ და არა მხოლოდ ჩემი აზრია ეს, იყო გოგონა, თვალებ ხატულა, მომღიმარი, მუდამ მხიარული და როცა მას უყურებდი, განსაკუთრებული დამოკიდებულება გიჩნდებოდა მის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს გახლდათ ლია ხორბალაძე. ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სტუმრად გვყავს ქალბატონი ლია ხორბალაძე. გამარჯობა ქალბატონო ლია. დღემშვიდობისა, სიკეთისა, სიყვარულისა. როგორ გრძანდებით? ამეცრემლა, მადლობა ესეთი მოფერებისთვის და ბავშვობაში დაბრუნებისთვის. გმადლობთ უფლის წყალობით. ვცდილობ კარგად ვიყო. კარგად უნდა იყოთ. ჩვენ დღევანდელი თემა გახლავთ ორატორული ხელოვნება. საინტერესოა თქვენი აზრი ამ ხელოვნებასთან დაკავშირებით. ურთიერთობა, დამოკიდებულება მოზრდილებთან, ყმაწვილებთან, ბავშვებთან. თუ არ ვცდებით, თქვენ მუსიკალურ შემოქმედებით სტუდიას ხელმძღვანელობთ, ხო? ბომბორა. ხო? ბომბორა. ჯერჯერობით ასე ვქვია კი ისევ. ისევ ასე ვქვია და ასე. თუ არ ვცდები 1994 წლიდან დაახლოებით, არა? დიახ. 13-14 წლიდან კი ნამდვილად. ისე რომ საკმაოდ მრავალნი გამოგიზრდიათ, რომლებიც პოპულარულებიც არიან და წარმატებულნიც არიან თავიანთ საქმეში. პიროვნებები, რომლებიც მუსიკას მისდევენ და ასე ვთქვათ, ამ პროფილით წავიდნენ. ადამიანებმა შეიძლება ზოგიერთმა შეიცვალა ეს პროფილი, თუმცა თქვენის გამოისობით ისინი წარმატებული არიან თავიანთ პროფესიაშიც, იმიტომ რომ მე მგონია, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ასეთი თბილი, ასეთი მოსიყვარული, ასეთი კარგი და შეგიძლია დამოკიდებულება ადამიანებთან საოცარი, მე მგონია, რომ ასეთი ადამიანები აღზარდეთ თქვენ სტუდიაში. აი, რა სიტყვით ორატორულ ხელოვნებასთან დაკავშირებით? მადლობთ თქვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნამდვილად სასურველი, ძალიან აუცილებელი და საჭიროა ეს გადაცემებიც და ის მიმართულებაც, რასაც ორატორული ხელოვნება და საერთოდ სწორი მეტყველება ქვია, ხო? ჩვენ, როდესაც პირველად შევქმენით ეს ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი იყო ჯერ 90-იან წლებში, ძალიან ცუდ პერიოდში, ალბათ უფლის წყალობით ისიც უნდა გამოგვევლო, რომ მე დაგვენახა და გაგვეხსენებინა წარსულიც, ხო, რა არის კარგი, რას უნდა ვეფეროთ, რას ცოტა მკაცრად მიუდგეთ და აი მაშინ იყო უპრეცედენტო შემთხვევა, ის 8 ბავშვი, სხვათა შორის 1000-მდე ბავშვი მოვიდა, მიუხედავად იმ ძალიან ცუდი პერიოდისა, გაჩერებული პერიოდი იყო მუსიკალური სამყაროსი და საერთოდ ხელოვნებისა ჩვენ სამშობლოში და ბევრი ბავშვი მოვიდა, იცით და შეიჭრა 8 ბავშვი. განა იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს ვეძებდით. აი სხივი თვალებში, შინაგანი სითბო ბავშვის, თავისთავად იმ მონაცემთან და ნიჭიერებასთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა ნულიდან დავიწყეთ. ბავშვებთან მუშაობა და პირველი რაც იყო, ეს იყო ურთიერთობა, როგორც თქვენ ახსენეთ, დავით. ურთიერთობა ხომ მთელი ცხოვრება, ეს არ არის ჩემი სიტყვები, უბრალოდ დავეთანხმები პირველ მავანს, ვინც ეს თქვა და ურთიერთობის გარეშე და სწორი ურთიერთობის გარეშე ალბათ ადამიანი ადამიანად ვერ ჩამოყალიბდება. და ჩვენც შევეცადეთ, რომ ბავშვებში პირველ რიგში ეს ურთიერთობა ყოფილიყო ძალიან მაღალი ხარისხის, სიკეთით სავსე, სიყვარულით გაჯერებული და შემდეგ უკვე მღერის სწავლა. აი ის იყო აუცილებელი და დღემდე იცით, მე რაღაცა ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, გაქურდეს, რაღაცები მოხდა, აღარ მქონდა ინსტრუმენტები და დღეს მხოლოდ ესეთი მუსიკალურ შემოქმედებითი სტუდია გვაქვს, მაგრამ არ მოვეშვით ამ შემოქმედებას და ჩვენთან ბავშვები
ვცდილობთ, რომ ეს ლიტერატურული უნარჩვევებიც გქონდეთ და იცოდნენ, როგორ შეიძლება თუნდაც პატარა ზღაპრის მოგონება, ჩანახატის წერა, მაგრამ ამას ხომ ვერ ისწავლით, თუ არ გიყვარს წიგნი, თუ არ გიყვარს კალამი, თუ არ გიყვარს ფურცელი, თუ შენი ნაფიქრალი ფურცელს არ გაანდე, ხო მართალია? საკითხulis გააზრება. აუცილებლად და შემდეგ კითხულობენ ამას ჯგუფში და მერე ვაანალიზებთ ამ ყველაფერს და ვფიქრობთ, ასე ჯობდა ეს მომხდარიყო, ასე უკეთესი ხომ არ იქნებოდა და ასე შემდეგ და დღესაც ძალიან შორიდან დავიწყე, მაგრამ იცით დღესაც აი მეტყველების გაკვეთილებზე, რომელიც ჩვენთან ერთ-ერთი პრიორიტეტული საგანია ჩვენს სტუდიაში, ჩვენი შეხვედრები შეიძლება სულ არ მიდიოდეს იმ ბგერის გამოსწორებაზე იმ დღეს, იმიტომ რომ ბავშვები არ იყვნენ ვთქვათ იმ განწყობაზე, რომ იმეცადინონ მეტყველებაში. ჩვენ ვსაუბრობთ. და ეს საუბარია ის, რაც მათ აწუხებთ. და იმ წუხილში ზუსტად ის ქართული სწორი მეტყველება, სწორად ამ ყველაფრის გამოდმოცემა და მსჯელობა და გააზრება და მე ამ ყველაფერზე თუნდაც ჭეშმარიტი და სწორი კამათი მიდის იქამდე, რომ ბავშვები სწავლობენ ერთმანეთში საუბარს და არა იმას, რომ ერთად ისხდნენ და ერთმანეთს ვთქვათ მიწერონ როგორ ხარ და რა მოხდა მათთან გუშინ საინტერესოან დღეს. უდავოდ მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები და პირადი კონტაქტი ადამიანებთან. ამის გარეშე ადამიანი ვერ ვითარდება, ხომ ასეა? ნამდვილად. ვერც აზრობრივად და ვერც შემდეგ აი საკითხulis შინაარსი ვახსენეთ. გადმოცემად შემდეგ უკვე უჭერს ახალგაზრდას, ხო? თავდანოლია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გვარად განმარტავდნენ ორატორულ ხელოვნებას, ხომ ასეა მოყოლებული ძველი საბერძნეთიდან დღემდე, ხო? ორატორული ხელოვნების აკადემიურმა საბჭომ ასე გადაწყვიტა, რომ განემარტა თუ რა არის ორატორული ხელოვნება. ორატორული ხელოვნება ეს გახლავთ გონება, გული და სიტყვა. სამთა კავშირი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია არა მხოლოდ ორატორული ხელოვნება, მე მგონია ზოგადად ადამიანთა ურთიერთობა, ხო? აი სათითაოდ განმარტოთ რა ფუნქცია აქვს აი ამ სამივე მიმართულებას. გონება, გული და სიტყვა თქვენგან საინტერესო იქნებოდა. დავიწყოთ გონებით. მე ვფიქრობ და გეთანხმებით, სწორად გადმოცემულია ეს ყველაფერი. იმიტომ რომ გონიერება თუ ადამიანს არ გააჩნია და ის არ ფიქრობს და არ იცის ფიქრისკენ ხო გონებას მივყავართ. ამიტომ თუ არ ვიფიქრეთ, ჩვენ სწორად ვერ ვიმოქმედებთ, სწორად ვერ გავაკეთებთ ალბათ ვერაფერს და აი ბავშვებსაც სულ ვეუბნებით, რომ ბავშვებო იფიქრეთ, აუცილებლად იფიქრეთ. იქნებ წუხანდელი ნაფიქრალი შენ დილით მოგეწონა, მაგრამ დილით რომ იფიქრე, და კიდევ რაღაც მიუმატე იმ ნაფიქრალს სიკეთის მარცვლებთან ერთად და სიყვარულის საფუძველზე ეს ყველაფერი ერთად გადმოიცა. აი ამ გონიერებას მე ვფიქრობ, რომ დღეს ცოტათი ჩამოვრჩით ახალგაზრდები და ბავშვები, იმიტომ რომ ტექნოლოგიებმა ისე მარტივად ცოტა ზედაპირულად წაგვიყვანა შორს. და დაგვანახა ის რაც ჩემი აზრით ცოტათი უსაფუძვლოა, სიღრმისეული არ არის და გონიერება თუ გაგაჩნია იმ სიღრმისეულ განათლებას, რაც დღეს რატომღაც ცოტათი მოგვაკლდა, მაგრამ ეს დროებითია. ქართული მიწა ისეთი დალოცვილია, ქართული გენი ისეთი დალოცვილი და ღირსებით სავსეა, რომ იქ უგუნურება უადგილოა. ეს არის ძალიან დროებითი, ეს არის ისევ იმ დალოცვილი უფლის გამოცდა, რომელიც სულ ცოტა ხანში ჩვენ ასაკს, ჩვენს მომდევნო ასაკს, ახალგაზრდებს ღრმეებს იმ მოზარდ თაობას, რომელიც არაჩვეულებრივია და მიყვარს ეს სიტყვა მოზარდი და არა ის, რაც დღეს ჩვენთან დანერგილია და არც ვიტყვი და არც მიყვარს ხოლმე იმ სიტყვების თქმა, იმიტომ რომ ისეთი ენა გვაქვს და ისეთი სიტყვა გვაქვს, რომ ამის გარეშე, სიტყვის გარეშე, სითბოს გარეშე ძნელია ცხოვრება, სწორი სიტყვის გარეშე. ეს დროებითი უგუნურების მარცვლები ისე გაიფანტება, როგორც ხორბლის
ცარიელი თავთავი ყელყელაობს, ხო? შუტე ხო? კი, ნამდვილად და აუცილებლად დაღვინდება და დადგება ის დრო სულ მალე, მე ვფიქრობ, როდესაც აი ეს გონი და ქართული აზროვნება აუცილებლად თავის სიტყვას და პურის მოყვანის დროც და პურის მოყვანის დროც მალე მოვა და იცით როგორ ვამაყობ ჩემი გვარით, საიდან სად გადავედი ახლა? ხორბალაძე. მადლობა ღმერთს, რომ მე ეს გვარი პური ჩვენი არსებობს. საოცარი და სასწაული. და იმ გონიერებიდან გულს თუ არ შევეხეთ და არ მოვეფერეთ. გული ყველას თბილი აქვს. ყველას სიყვარული ცავსი აქვს, მაგრამ ჩვენ უფროსებმა უნდა დავანახოთ, რომ იმ ბავშვს და მოზარდს თბილი გული აქვს. რომ იმ გულს დიდი მოფერება და სიყვარული შეუძლია, თორე ჩვენ თუ ამას არ ვასწავლით, ის გული იფეთქებს სიყვარულში, სიკეთეში და სითბოში და შეიძლება აღარ იყოს ისეთი თბილი. და ის ჩვენი ბრალი იქნება ისევ და გაბოროტდეს და ის პატარა ცუდი მარცვლები, მუქი ლაქები გაჩნდეს მის აზროვნებაშიც, გულშიც. მერე ეს გულიდან აზროვნებაში თუ აზროვნებიდან გულში წამოსული ხომ სიტყვაში გადმოვა. შენ მზერაში გადმოვა, შენს თვალებში გადმოვა და ის სითბო ისე გაცისკრომდება, აღარ მოუხდება ეს სიტყვა. განაცრისფრდება და ცოდოა ესეთი ბავშვი და ესეთი მოაზროვნე, რომელიც არ იქნება სწორად მოაზროვნე და მე მგონი ჩვენ უფროსებმა უნდა ვიზრუნოთ ამაზე, რომ ეს ყველაფერი ისევ ერთად სამებაში შერწყმული იყოს, გადმოცემული ადამიანის მიერ. აზროვნება, გული და სიტყვა, თბილი, კეთილი, სიყვარულით და უფლის გალოცვილი გზებით. გონებისა და გულის ურთიერთკავშირი არის შემდეგ სიტყვა. აუცილებლად. და სხვანაირად ჩვენ გულში ვერ ვიხედავით გონებას. ვერ ვამჩნევთ გარედან, ხო? ამიტომ რასაც ამბობ, შედეგი რაც არის, ეს არის სიტყვა. სიტყვა, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობის დროს. სასიამოვნოა. თუმცა აქ მე მინდა აღნიშნო, გონება დამეთანხმებით ნაკითხობასთან არის, ხომ? დაკავშირებული. რამდენადაც ნაკითხია ადამიანი, იმდენად ძლიერია. როგორც გონებრივად, ისე, შედეგი ბოლოს სიტყვა, ასევე სიტყვიერად. გულის სიყვარულთან და ემოციასთან კიდევ დავამატებ, ხომ ასეა? ემოცია რა. ემოციის გარეშე წარმოუდგენელია, ხო? რთულია ურთიერთობა. აი ემოციასთან დაკავშირებით რა სიტყვით? ემოციას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ისეთი ადამიანი, ვისაც ემოციის გამოხატვა უჭირს, ცოტათი ცოდოა და ზუსტად ჩვენ ისევ უფროსები უნდა დავეხმაროთ, რომ მას შეძლოს ამ ემოციის გადმოცემა. აუცილებლად. ეს დადებითი ემოციაა თუ უარყოფითი, ამის გადმოცემა ჩვენ თუ არ შეგვიძლია და გამოშვება, ხო? დადებითის, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ ადამიანებს ეფერები ამ დადებითი ემოციით, ხო და შენ რო ვიღაც გიყვარს, როგორ არ უნდა თქვა ეს? როგორ არ უნდა აგრძნობინო ადამიანს? რა მნიშვნელობა აქვს ის ვინ არის? სიტყვით თუ სიტყვა და რა? თუნდაც საქციელით. საქციელით, შენი თვალებით, შენი მოფერებით აუცილებლად და უარყოფითიც უნდა გამოუშვა, იმიტომ რომ დაიცალო, თორე მძიმდები და მერე თავი აღარ გაქვს, იღლები. უძლურდება ადამიანი ემოციისგან იმდენად მძიმდები, რომ იმ სითბოს გადმოცემაც გიჭირს, რომ თუნდაც შენ სისხლსა და ხორცს, შენს ოჯახის წევრს, შენ შვილს მეუღლეს, რა მნიშვნელობა აქვს დედას, მამას მიეფერო. ამიტომ ემოციის გამოშვება, სულ ვეუბნებით ხოლმე ბავშვებს, გამოუშვი ემოცია, გამოსხლიტე, არ იფიქრო, აბა ახლა რას ფიქრობ და ის ჩვეულებრივ აი სიტყვით სავარჯიშოებშიც კი იცით როგორი მეთოდი გვაქვს, იცით როგორი, აი რომელიმე ენის გასატეხი, რომელიც გინდა ვეუბნები. ნუ აირჩევს რომელსაც უნდა. ახლა მითხარი გაბრაზებულმა იტყვის, გაკვირვებულმა, გახარებულმა, სიყვარულით სავსემ, სითბოთი სავსემ. აი ახლა რაღაცა დიდი სიკეთის მარცვლები ჩააქსოვე აქ და ჯერ უკვირდათ ხოლმე და მერე ისე ხალისობენ ესეც სავარჯიშოზე, რომ ამით კი ვიცინით, ხორხოცებთ ვართ ერთ ამბავში, ქვია ამ ყველაფერს შეხვედრები. არ ვარქმევთ გაკვეთილს, არ ვარქმევთ რაღაც ისეთ იცით
გაოფიციალურებულ სტატუსს არ ვანიჭებთ, რომ ბავშვებმა დაძაბულად არ იგრძნონ თავი და იცით რამდენმა ბავშვმა დაიწყო წერა. ვერაგიწერთ და ისე აზროვნებენ რაღაცა საოცრად, აი უბრალოდ ვერ მოვახერხეთ, რომ მათი რაღაცა პაწაწუნა საღამო ჩავატაროთ ამ ბავშვებმა თავისი ნაფიქრალი წაიკითხონ და რა თქმა უნდა ჩვენს ძალიან ძვირფას მწერლებს და პოეტებს და თქვენნაირ ადამიანებს, ჩემო დავით და ორატორული ხელოვნების აკადემიის ხალხს მოასმენინონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სწორად სიმღერას სწავლობენ, იმდენად სწორად საუბრობენ და სწორად აზროვნებენ უკვე, რომ ერთი-ორჯერ იცით შემრცხვა კიდეც მე როგორ უნდა ვიყო ამათი მასწავლებელი და პედაგოგი. იმდენად სიღრმისეულად აზროვნებენ ეს ბავშვები. უკვე დიდები არიან, ზოგი სტუდენტია, ზოგმა დაამთავრა, მაინც მოდიან, საუბრობთ, დარეკავენ. ვაიმე რა, აი რაღაცა მაწუხებს და ცალია დღეს შემოვირბენ რა 5 წუთით და ეს 5 წუთი ნიშნავს 1 საათს, 2 საათს. ჩვენ ვხედავთ და ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ადამიანს რაღაც აწუხებს, დადებითი ემოცია თუ არ ყოფითი არ აქვს მნიშვნელობა და ამ ემოციის გადმოცემა უნდა ვიღაცასთან და იმ წუთში შენ გაახსენდი. ეს არის ჩვენი გამარჯვება და ეს არის ჩვენი ცხოვრების და ჩვენი საქმიანობის შედეგი, რომ დაგირეკავს შენ და გეტყვის, იცი რა, შენ მინდა რომ მოგიყვე. ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობა. და იმიტომ მოგიყევი და აი ეს არის ამ ემოციის გადმოცემა და ესეც მე ვფიქრობ ძალიან აუცილებელი. კი, დაახლოებით ასე ვთქვათ, ჩვენი პროფილები, რასაც ჩვენ ვემსახურებით, გავს ერთმანეთს. მაგალითად, როცა მეკითხებიან თუ რა პროფესიას ვიძლევით, მე ცალსახად ვპასუხობ. ჩვენ არ ვიძლევით პროფესიას, ჩვენ ვიძლევით ცოდნას, რომელიც გამოგადგებათ ნებისმიერ პროფესიაში. დიახ, და აი ეს საინტერესო თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მოკლედ ახლა მინდა ამ თემაზე ვისაუბრო, თუ რა შინაგანი დამოკიდებულება აქვს ადამიანს საჯაროდ გამოსვლის დროს, რას გრძნობს ადამიანი, როცა მიმართავს. ახლა მოგახსენებათ, თუნდაც მსახიობიც რომ იყოს, უჭირთ ესტრადაზე გამოსვლა, ანუ პირისპირ გამოსვლა, საჯაროდ გამოსვლა ადამიანებთან. ეს ყველას არ ხელეწიფება. დრამის მსახიობია შესაძლებელი კი არა ნიჭიერიც, თუმცა ესტრადაზე პირისპირ urჭირს მას. თუნდაც საღამოს წაყვანა. თუნდაც საღამოს წაყვანა. ეს ცალკე კიდევ მიმართულებაა ორატორული ხელოვნების. ჩვენ წარსულში კონფერენციებს ვუწოდებდით, ხო? და ახლა შოუმენები არიან. ხო. ახლა შოუმენები არიან. დიახ, და აი ეს თქვენგან მაინტერესებს, რა მდგომარეობა აქვს ადამიანს, როცა ის შინაგანად რა თქმა უნდა, როცა ის საჯაროდ მიმართავს აუდიტორიას. ეს იქნება ესტრადა თუ ცოტა სხვადასხვა, მაგრამ დაახლოებით მაინც ერთი და იგივეა დრამატულ მსახიობთან განსხვავებით. იქ 4 კედელი, იქ ცოტა სხვა არის. ესტრადა უფრო ახლოს არის ორატორულ ხელოვნებასთან შედარებით. თუმცა ორატორულ ხელოვნებაში არის როგორც საესტრადო ელემენტები, ასევე დრამატული ხელოვნების, ხო? დრამის ელემენტებიც, იმიტომ რომ ამის გარეშე არ შეიძლება ურთიერთობ ადამიანებთან. ახლა გისმენთ. მე ვფიქრობ, ისევ მივდივართ თქვენს ეგრეთ წოდებულ ახსნასთან ორატორული ხელოვნების. გონიერება, გული და სიტყვა. თუ ადამიანს ჩემი აზრით გათავისებული არ აქვს, რაზე უნდა ისაუბროს, რისთვის გამოდის იმ მომენტში სცენაზე და რა აქვს სასაუბრო, შინაგანი მდგომარეობა, ემოციური ფონი, ჩემი აზრით უნდა დარჩეს ღურბლს მიღმა სახში. იმიტომ რომ ადამიანებს, ვინც მოდის შენს მოსასმენად, ან შენთან შესახვედრად, მას ნაკლებად აინტერესებს შენი ტკივილი და შინაგანი მდგომარეობა და ამისათვის შენ უნდა მოემზადო. იმ წუთში ისევე როგორც დრამატული მსახიობი სახში არაერთი შემთხვევა ვიცით ჩვენ და მაგალითი რომ დიდი ტკივილი აქვს და მოდის და სპექტაკლს თამაშობს, იმიტომ რომ მაყურებელია მასთან შესახვედრად. დიდი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გამახსენდა, ხო, საკაცით მიხავდათ თეატრამდე, კულისამდე და კულისიდან უკვე სვანაირი იყო. ეს არის პროფესიონალიზმი. სამწუხაროდ ჩვენ ცოტათი თითქმის ყველა პროფესიაში დაგვავიწყდა ის, რასაც ეგ სიტყვა ამართლებს, პროფესიონალიზმი. აი ზუსტად იმ გამომსვლელსაც ეს უნდა კონდეს პირველ რიგში. ალბათ რაღაცა სკოლა ისეთი გავლილი, სადაც პროფესიონალიზმს ისწავლის და ის შინაგანი მდგომარეობა თუნდაც რაღაცა შეტევითი ტკივილი კონდეს, ხო?
ხო შეიძლება ფიზიკური ტკივილი რა თქმა კონდეს უნდა. იმ წუთში და მაგრამ გამოსასვლელია და იქ დამთავრებულია ყველაფერი. ის უნდა ალბათ რაღაცა წამლის მეშვეობით მოწესრიგდეს, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა და უნდა იყოს ისეთი, როგორსაც ხალხი ელოდება. დიახ, გეთანხმები. მე ვფიქრობ კიდე ვიცით რას. არის ვთქვათ საჯარო მოხელე, არის ჩვეულებრივი რაღაცა ისეთი საკონცერტო სიტუაცია, თუნდაც რაღაც ცოტათი ოფიციალური საღამო, საზეიმო, სადღესასწაულო. ამ ყველაფერს სჭირდება ის განწყობა, რისთვისაც ის უნდა მივიდეს იმ საღამოზე. დიახ. ალბათ პირველ რიგში. კი, შემდეგ ის რომ მას ძალიან უნდა კონდეს გათავისებული რომ მას ევალება ამ ყველაფრის კეთება და არა სხვას. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და შინაგანი პასუხისმგებლობა თუ ადამიანებს არ გაგვაჩნია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, იქ ყოველთვის ნაკლებად საინტერესო გამოჩნდები ალბათ. ეხლა თუ საჯარო მოხელე ხარ და შენ გიწევს ისეთ აუდიტორიასთან გამოსვლა, სადაც შენ სიტყვას ძალიან დიდი ფასი უნდა კონდეს, იქ იცით წარბის აწევა და თითისქნება არ არის მთავარი. იქ შეიძლება ძალიან ძვირფასი და ღირსეული სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ კი არ იყვირო. მაპატიოს მავანმა და დუჟი კი არ უნდა გადმოგდიოდეს პირის ღრუდან. პირიქით, შეიძლება ნაკლებად ხმამაღალი სიტყვით ისაუბრო და ორატორული ხელოვნება თქვენ უკეთ გესწავლებათ რა არის, მაგრამ ისეთი სიძლიერით იყოს ის სიტყვა ნათქვამი, რომ ათასობით ადამიანი გასუსული გისმენდეს და თქვას ღმერთო, ეს რა მოვისმინეთო. რაც შეეხება იმ საზეიმო განწყობას, სადაც უკვე იხრება ეს ყველაფერი კონცერტისკენ, ეგრეთ წოდებული სწორად გართობისკენ, ხას გავუსვამ ამას, სწორად გართობისკენ, აი იქ იმ სითბოს შენი გულწრფელი ღიმილიანი სახე აუცილებლად უნდა ამშვენებდეს. და ეს ისევ და ისევ გულიდან და აზროვნებიდან მოდის. თუ არ იაზროვნა შენმა გონიერებამ და თუ არ იფიქრა, რომ მე უნდა ხალხს მოვეფერო, ვერ მოვეფერები. ყველა თბილი შეიძლება ვერ დავიბადოთ, მაგრამ ვისწავლოთ ეს თბილი ურთიერთობები და ცოტა ხანი ვიქნებით ალბათ ესე მე იმედი მაქვს და ისევ ყველაფერი დაალაგდება. კი, ის ყველაფერი დაალაგდება და ვისწავლით ამ სწორ ურთიერთობას და სწორ ურთიერთობას. ჩვენ უცხო არ არის ეს ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა უცხო არ არის, მაგრამ თუ ამ ყველაფერს იცით სხვა ადამიანები, სხვა პროფესიისაც გაითავისებენ, თუნდაც თათბირს ატარებდეს ადამიანი, იქ ფანქრის კაკუნი და წარბის აწევა კი არ არის მთავარი. იქ სწორად მიტანა მის თანამშრომლებთან იმ სიტყვის, სწორად მიტანა რა სურს მას, როგორც უფროს, როგორ გაკეთდეს. ეხლა როგორ ჯობია მათრახით და როზგით გავაკეთებინოთ ჩვენ ადამიანებს რაღაც საქმე თუ პირიქით მოვეფეროთ. რა ვიცი, ღმერთი სიყვარულიაო და თუ ამას დავივიწყებ, დალოცვილო, როგორ მოვეფერებით ერთმანეთს. საერთოდ დავკარგავთ სიყვარულს და მე ვიმედოვნებდი და ვისურვებდი, რომ სიყვარული მალე გვეპოვოს ყველას. აი სიყვარულთან დაკავშირებით გამახსენდა როგორც კი ლექციაზე შევდივარ, ყოველთვის ვეუბნებით ჩემს სტუდენტებს, როდესაც საჯაროდ გამოხვალთ, თქვენ აუცილებელია გიყვარდეს აუდიტორია. თავისთავად. სხვათა შორის ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, ჯავახიშვილში, თბილისის უნივერსიტეტში მქონდა ტრენინგი და გამოსვლა, სწავლება, ასე ვთქვათ, რჩევა, მიცემა და იქ ერთ-ერთმა მითხრა, იცით ბატონო დავით, მე არ გეთანხმებით. რატომ? იმიტომ რომ მე მიყვარს დედა, მამა, ძმა და მეგობარი ყველა. კი ბატონო, მე ვუთხარი. ეს აუცილებელია რომ უნდა გიყვარდეს შენი უახლოესი ადამიანი. აბა მე როგორ მიყვარდეს უცხო? არა, მე აქ ვეუბნები, მე პიროვნულ სიყვარულს არ გულისხმობ.
მე ვგულისხმობ ადამიანურ სიყვარულს და მე რომ გაიცნობ მე შეიძლება შეგიყვარდეს კიდეც პიროვნულად ეს არ არის პრობლემა მაგრამ აქ არ არის საუბარი იმაზე თუ პიროვნულად ვინ გიყვარს აქ არის საუბარი საჯაროდ გამოსulis დროს რომ გიყვარდეს ადამიანი იმიტომ რომ შენც ადამიანი ხარ მე რა რომ რაღაცა გარკვეული ასე ვთქვით სიტუაციაში შენ მოხვდი იქ სადაც ხარ პასუხისმგებლობა და არამც და არამც ის რომ შენ ვინმეზე მეტი ხარ რა თქმა უნდა არა ხომ ასეა ხალხონულია ამიტომ ეს პასუხისმგებლობა უნდა გამოიყენო ისე რომ შენი დამოკიდებულება სიყვარულით შენს აუდიტორიას გაუმჟღავ თუ ეს არ გაქვს აუდიტორია აღარ მოგისმენს ის გონებრივად წავა შენგან და თუ გონებრივად წავიდა ფიზიკურადაც არ არის გამორიცხული რომ ადგეს და წავიდეს აი ეს არის რა თქმა უნდა გარჯილხარ რა თქმა უნდა ეს არის სიყვარული და აუცილებელია ზოგადად არა მხოლოდ საჯაროდ გამოსulis დროს არამედ ადამიანთა შორის სიყვარული რადგან სიყვარული თქვენ ახსენეთ უფალია და სადაც უფალია იქ სიყვარულიც არის არა კი ბატონო აი თქვენ ახსენეთ სხვადასხვა მდგომარეობა ადამიანის მე მინდა შემოვიტანო ასეთ თემა ჩვენ სასაუბრო ქარიზმა ხო თქვენ როგორ ფიქრობთ რა არის ქარიზმა იცით მე ვფიქრობ რომ აი იქიდან გამომდინარე რომელ ადამიანზე ვსაუბრობთ და რანაირად მოვიხიბლებით მისით აი ისე მიუსადაგოთ ეს სიტყვა შეიძლება ქარიზმა იყოს ერთ ადამიანში უპირობო ძალიან გულწრფელი ღიმილი მისი მზერა არაჩვეულებრივია ეს მინდა აღვნიშნო აქვე და იცით რა უნდა ხვდებოდე რომ ეს გულწრფელია ეს არ არის რომელიღაცა ნიღაბ მორგებული ეს ხომ ძალიან ცუდია მთელი ცხოვრება შეიძლება თეატრია და სულ ვამბობ ხოლმე დათო რომ მინდოდა მსახიობი ყოფილიყავი მაგრამ ნუ რაღაცა მიზეზების გამო ვერ მოხდა ჩემი თეატრალური ინსტიტუტში ჩაბარება მაგრამ ისე გამოვიდა რომ მთელი ცხოვრება იმდენს მსახიობო კარგი გაგებით ვამბობ მასწავლებელიც ვარ, დედაც ვარ, ბებიაც ვარ, მეუღლეც ვარ, რძალიც ვარ, რამდენი ვიღაცა ვყოფილვარ ერთი ადამიანი, მეგობარი, აი რამდენი ადამიანი ვყოფილვარ თურმე და მსახიობი რა ვიცი, აბა, გინდა ასე მოიქცევი, გინდა ისე მოიქცევი, თქვენთვის არ ყავს კარგი ნიღაბი, კარგი გაგებით, ხო? კი, კარგი გაგებით, სიყვარული. ყველას თავისი დამოკიდებულება სჭირდება, რა? აუცილებლად. იმ წუთში შეიძლება სულ არ იყო გაკვეთილის განწყობაზე, მაგრამ ისე უნდა ჩაატარო, რომ ღმერთო დაილოცო შენი სახელი, როგორი ძალა მომეცი, რომ მე ეს გაკვეთილი ასე ჩავატარე. და როგორ ახლობელია ჩემთვის ახლა რომ საკითხი აი რო არ წავიდა ბავშვი რაღაცა ხვირჩამოშვებული ხო ვიცით ეს გამოთქმა და წავიდა შენაირი თვალციმციმა იმ დღეს ხო აი შეიძლება ადამიანს ისე რაღაცნაირად დახვეწილად ეცვას მე მაიცა და მაინც იმას კი არ ვამბობ რომ ყველაზე მოდური ჩაცმულობით მაგრამ აი ესეთი გემოვნებით ეცვას რომ ჩემთვის მithქვამს რომ როგორი ქარიზმატული მანერით მიდის და რო ჩავფიქრებულ ვარ, ხო, სიღრმისეულად უფრო. ამის საშუალება მოუწია მის ეგრეთ წოდებულ ჩაცმულობას. აი მის სილუეტს, კი, სამოს. თქვათ მის ურთიერთობას, როგორი სხვანაირი დაყენებული კი არ არის ეს, აი ეგეთია ეს ადამიანი და როგორ უხდება, მაგრამ მე რო ვიყო ეგეთი, იმ წუთში იტყვიან ამ ხორბალამ რა ცხვირი აწიაო კაცო და ცხვირით მიჭყლიტა ზეცაო ხო მე არ მომიხდება და იმიტომ არ ეტყობა ასეთი მაგრამ აი ვიღაცას უხდება ეს და აი საოცრად სხვანაირი ისე ვიხმარ ამ სიტყვას სილუეტია იმ ადამიანს რო უყურებ სხვანაირია მასთამე ქარიზმა შეიძლება იყოს მოძრაობა ღიმილი რომელიც ჩვენ ახსენეთ და თქვენთვის ეს უცხო არ არის და დამახასიათებელი არის სასიამოვნოდ მზერა აუცილებლად იმიტომ რომ თვალებს იმდენი რამ შეუძლია წიგნია მე იმიტომ არ მიყვარს ტელეფონი და ძალიან იშვიათად ვსაუბრობ ტელეფონზე თუ რა თქმა უნდა ყველას ვპასუხობ არ მიყვარს რომ ვიღაცას ვთქვათ პასუხი არ გავცე მაგრამ დიდხანს საუბარი არ შემიძლია ტელეფონზე იმიტომ რომ ვერ ვხედავ იმ წუთში იმ ადამიანს ინტონაციით კი ხვდები როგორ გელაპარაკება თუ ცოტა დაკურვებული ადამიანი ხარ და გონიერებასაც დააყოლებ ის როგორი მანერით გესაუბრება და რისთვის გირეკავს თქვათ რატომ რანაირად ასე შემდეგ მაგრამ
იცით ინტონაციაში ვგრძნობ. თუ არ ვხედავ მის გამომეტყველებას ძალიან მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. და იცით ყოფილა თქვენ გისაუბრია თქვენ თავთან. კი, როგორ არა. კი. მე ვურჩევ კიდეც, იცით? და ისედაც ფსიქოლოგებიც გვირჩევენ და მე ვურჩევ ჩემს სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რომ გაიღვიძებ. კი. როგორ ხუნება განწყობილებაზეც არ უნდა იყო. მიდი სარკესთან, გაუღიმე შენს თავს. კი. და უთხარი რამდენიმე სიტყვა. დადებით. რა თქმა უნდა. და რას გავარ? ასე არა, რა თქმა უნდა. დადებით. კი, ნამდვილად. ან სიტყვაც არ არის საჭირო, მხოლოდ გაუღიმე. და ყველაფერი კარგად იქნება. კი. მეც ხშირად მისაუბრია ჩემ თავთან, სარკეშიც ისეც მიკამათია და აი ყოფილა რომ უცებ რაღაცნაირად მithქვამს რა საკეთებ კაცო რა დროს ეს არის ეს ფიქრობ ყველა ადამიანს ალბათ მაგრამ ვინც საკუთარ თავსაც არ უტყდება ხო მე ვფიქრობ ზუსტად იმ ადამიანში იბუდებს ის პაწაწუნა მარცვლები რასაც არასიყვარული ასე ვიტყვი არასიკეთე ქვია ხო და ეს არის ძალიან ცუდი თუ ჩვენ ეს ვისწავლეთ, რომ მოვეფერეთ ერთმანეთს, ნამდვილად ყველაფერი ისე კარგად იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. კი, უდავოდ, ნამდვილად. კი ბატონო, ერთი რამ კიდევ, როდესაც აი მაგალითად ურთიერთობ ადამიანებთან. ჩვენ, გარკვეულწილად ამ თემაზე ვისაუბრეთ, თუმცა ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულიც იყო ხო ჩვენ საუბარში სიყვარულზეც ვისაუბრეთ ქარიზმაზეც ინტონაცია მაინტერესებს ახლა აი პაუზა ინტონაცია მეტყველებაში აი რა როლია იმიტომ რომ საჯაროდ გამოსვლის დროს დამეთანხმებით დიახ ძალიან დიდი მნიშვნელობა აი სულ ვამბობ ხოლმე რომ ადამიანი ვინც გამოდის სცენაზე საჯაროდ და აქვს რაღაც სათქმელი თუ მან ის არ აგრძნობინა საზოგადოებას ვინც მოსულია მის მოსასმენად აი შინაგანი სიძლიერე კარგი გაგებით თავდაჯერებულობა და მინიმალური მაინც პაუზა არ დაიჭირა და იმ წუთში გამოვარდნილ არ ეცა მიკროფონს და არ დაიწყო ლაპარაკი არ მოусმენს არავინ იმას ეგრეთ წოდებულად თუ არ აიყვანა აუდიტორია თავისი პაუზით ალბათ რთულია ამ ყველაფრის დაწყება და გაგრძელება. ინტონაციას რაც შეეხება და უკაცრავად ამ პაუზაში ცხოვრობთან, ხო? აუცილებლად. ის იყინება, იქ ცხოვრობ, იქ მზერა, იქ მოძრაობა, ღიმილი, რაზეც ვისაუბრეთ, ხო? ის ალბათ ყველაზე ძლიერი. ძალიან კარგი, მაგარი ვინმეა პაუზა, რა? მაგარი, ძალიან მიყვარს პაუზა და აი როცა ბავშვები წერენ და ეს პუნქტუაცია რო არ უყვართ, წერის დროს მძიმე, წერტილი და ყველა სასვენი ნიშანი და აი მაშინ ვსაუბრობთ ზუსტად ხოლმე ამაზე, რომ როგორ შეიძლება პაუზას არ მიაქციო ყურადღება. მეტყველება და აი ზეპირი მეტყველება რა ის წერითი მეტყველება იმიტომ რომ შენ ფურცელს ესაუბრები და ზეპირი მეტყველება როცა მე შენ გესაუბრები და იქ მწერალმა და პოეტმა რისთვის დასვა ის მძიმე დალოცვილი იქ უნდა შეჩერდე ხო და იფიქრო რატო იყო ის გაკეთებული და მერე შენც ასევე გადაცე სხვებს იმიტომ რომ გაიგონი სიტყვა რაზე საუბრობ პაუზა არის დიდებული ვინმე. გეთანხმებით. ამაში ჯერდებით. კი, ოდაოდ. და ინტონაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რამდენაირად შეიძლება თქვა ერთი სიტყვა, ერთი წინადადება, ერთი ფრაზა და რამდენაირადაც შეიძლება გადმოცე იმდენი ადამიანი ხარ იმ წუთში. კი, აუცილებლად. იმიტომ რომ იმ ერთ სიტყვას და იმ ერთ მიმართვას შეიძლება იმ ერთმა მიმართვამ ან მოკლას ადამიანი ან პირიქით გააცოცხლოს, ხო? კეთილი. სიტყვით გამომაჯანმრთელაო, არაერთხელ გაგვიგია, ხო? აი ექიმებთან მიმართებაში. ახლა ეს გამახსენდა ზუსტად. ექიმზე გულისხმიერი მე არ მგონია ვინმე ქვეყანაზე დაიარებოდეს. ხო მართალია რა? იმან შეიძლება თავისი აი იმ სითბოთი ინტონაციაში, თავისი თბილი მზერით და თავისი ღიმილით მართლა გამოაჯამრთელოს ადამიანი, ან გაუხანგრძლივოს მაინც ხო ცხოვრება. ეს ხო ახალი არ არის, ეს არის, რა ვიცი მე, დაუწერელი კანონი და ისევ მივდივართ
სითბოსკენ, სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, თუ ეს მარცვლები გაღვივდა ჩვენში, ესე იგი ადამიანად ვიქეცით. უდავოდ დედამიწის მამოძრავებელი ძალა ეს არის სიყვარული. ნამდვილად კი. რაც ამოძრავებს და აბრუნებს დედამიწას. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება ქალბატონ ლია. თუმცა მე მინდა აქვე კითხოთ, რას უსურვებდით ახალგაზრდებს? ახალგაზრდები, ალბათ პედაგოგებიც, მშობლებიც ერთი და იგივე შეუბნებიან, რომ წაიკითხე წიგნი, მაგრამ არ ვიქნები მართალი მე რომ არ ვთქვა ეს. ეს არ არის რაღაც კიჟინი მაინცა და მაინც რომ ეს გააკეთო, მაგრამ მოდის დრო, არ აქვს მნიშვნელობა ის 13 წლის არის, 15-ის, 20 წლის და პირველი წიგნი მაშინ წაიკითხა, არა უშავს. ჩვენ მთავარია მივიყვანოთ სწორად იქამდე, რომ წიგნის კითხვის სურვილი გაუჩნდეთ და ერთ კარგ წიგნს რო წაიკითხავს და იმას მეორე და მესამე მოყვება, ეს ხომ ჩვევაში გადადის და აუცილებელია, რასაც მივყავართ განათლებასთან. შეიძლება ჩვენ ყველა საგანი არ ვისწავლოთ ძალიან სიღრმისეულად და ყველა საგანი ვერც გვესმოდეს, მაგრამ განათლება ეს ისეთი რამ არის, რომელიც შენს გვერდით მყოფს ათქმევინებს, რომ შენ უგუნური არ ხარ. შენ გაუნათლებელი არ ხარ. ჩემთვის ეს არის პირველი. მეორე, ზრდილობა. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელია ვინმე თუ მეტყვის უზრდელი ხარო. აი ეს ზრდილობა, საოცარია, რომელიც ჰაერში ტრიალებს და ვეღარ დაიჭირეს ახალგაზრდებმა და ბავშვებმა. იმიტომ რომ რატომღაც ესეთი დროება მოვიდა უცხოეთიდან შემოსული, ამას თამამად ვიტყვი, რომ ეს ზრდილობა დაიკარგა. უფროს უმცროსობა ზრდილობაში თუ არ არის, ის ვერაფრით ვერ მიხვდება, მისი პასუხისმგებლობა რა არის. ჩვენ ახალგაზრდებს აქვს, იცით, ეს ხშირად მომისმენია, ჩემი უფლებები, შენი უფლებები თუ შენ იცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კარგად არ იცი, უნდა იცოდე, შენი პასუხისმგებლობა რა არის და მე იკითხო შენი უფლება. იმიტომ რომ ადამიანმა, შენმა დედიკომ და მამიკომ უფლისწყალობით რომ მოგავლინამ დალოცვილ მადლიან ქართულ მიწაზე, შენ როგორ შეიძლება ისე გაიზარდო, რომ პასუხისმგებელი არ იყო იმაზე, რომ დედიკოს არ უნდა ეჩხუბო, მამას არ უნდა შეხედო, როგორც მტერს ის რომ გეუბნება, ესე იგი, მას შენზე ბევრი აქვს ნაცხოვრები, თუნდაც იმიტომ, რომ შენზე ამდენი წლით უფროსია და ამდენი წლით მეტი რო იცხოვრა, ხო ესე იგი მეტი გამოცდილება აქვს და ხო შეიძლება დაუჯერო. რა თქმა უნდა. და აი ამ ყველაფრის მერე მოდის ზუსტად ის ურთიერთობები, ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ სიკეთის და სიყვარულის ფონზე. რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლია სტუმრობისთვის და ასეთი თბილი, საინტერესო ინტერვიუსთვის. ვისურვებდი რომ კიდევ მობრძანებულიყავით ჩვენთან და ასე თქვა თქვენი მოსაზრებები გაგეზიარებინა ჩვენთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უფროსი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის და ასე, იმიტომ რომ დიდად გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით და ერთი სურვილი მაქვს, როგორ რანაირად, მაგრამ თანაც დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება იყავით ასეთი ხალისიანი, თბილი და მოსიყვარულე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ. ამ ეტაპზე ჩვენ ვასრულებთ გადაცემას ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, გადაცემა მიხავდა დავით ჩომახაშვილს, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.